გამარჯობათ. ვუყურე ერთ ინტერვიუს. ადამიანს ეკითხებიან, არჩევანზე რომ იყოსო, ცეცხლმოდებული სახლიდან, ვის გამოიყვან? შენს ძაღლს თუ მეზობელს, რომელიც თვითონ ვერ გამოდის? და პასუხი იყო ასეთი, რა თქმა უნდაო, ჩემს ძაღლს. ადამიანი ეშმაკისკენ გადაიხარა, დაეცა, მადლი დაკარგა. აზროვნების უნარი წაერთვა, გაუბედურდა. ბიბლია ამბობს, კაცი ბაძვი და პირუტყუთა უგუნურთა, და მიემსგავსა მათ. ანუ ცხოველივით გახდაო. ეშმაკი არის უკუღმართი. რადგან ღმერთმა ადამიანი დაადგინა ცხოველთა მეუფედ, რომ ცხოველები ემსახურებოდნენ ადამიანს. ამიტომ ის ცდილობს ეს იერარქია ამოაბრუნოს, რომ ცხოველები უფრო მაღლა იდგნენ ადამიანთან შედარებით და რომ ადამიანები ემსახურებოდნენ ცხოველებს. ისე დონეზე აზიანებს ხოლმე ადამიანს, რომ მას არც ღმერთი ახსოვს, არც მოყვასი, არც საკუთარი თავი და თავის უძვირფასეს დროს, რომელსაც უკან ვერ დაიბრუნებს, ახმარს ცხოველების მომსახურეობას, ცხოველებს არ აქვთ უკვდავი სული, ეს არის როგორც ბიორობოტები და ამას ხმარდება ხოლმე ადამიანის უკვდავი სულისთვის მიცემული დრო. ჩვენ გვეცინება ხოლმე, როცა ვიღაცა შეშლილი თავს ღმერთად გამოაცხადებს და მაშინ ვხვდებით, რომ არ აქვს ფსიქიკაში წესრიგი. მაგრამ ამაზე უარესიც ხდება თურმე, როცა ადამიანი აღმერთებს ცხოველებს, როცა ადამიანებს უფრო ნაკლებად აფასებს, ვიდრე ცხოველებს. ადამიანი თავიდან იყო ზეციური, მადლმოსილი, უფლის ხატი და მსგავსი იყო. შემდეგ დაეცა, დაკარგა მადლი და ცხოველებთან იგრძნო სიახლოვე, შინაგანად, სულიერად. ხორცით შეეცვალა, თავიდან ადამიანს ჰქონია ნაკლებად მატერიალური, განხშუებული სხეული. შემდეგ თურმე შევიძინეთ ზრქელი, უხეშ მატერიალური, ისეთი როგორიც ცხოველებს აქვთ. მადლდაკარგულმა ადამიანმა კონტროლი დაკარგა თავის გონებაზე, აზრებზე, სულზე და ეშმაკთა შთაგონებით ცხოველთა გარემოში დაიწყო აზრობრივი ცხოვრება. წმიდათა ცხოვრებებში აღწერილია, როგორ მიდიოდა ხოლმე ეშმაკი მოღვაწეებთან, დათვის, ლომის, მგლის სახით. ამის მსგავსად, დაცემული, უმადლო ადამიანის გონებაში, ეშმაკი გამოისახება ხოლმე რომელიმე ცხოველის სახით. რომ გონება მიიზიდოს, რომ ადამიანი მიიზიდოს. ნებისმიერი მიზეზით ცდილობს ადამიანის სულში, გონებაში შეაღწიოს. ამის შედეგად ადამიანებს უჩნდებათ რაღაც გადაულახავი სიმპათია, ფუმფულა პუდელების, საყვარელი ფისოების მიმართ. და შემდეგ საცხონებლად მიცემული ფული, რომელიც თქვენ უნდა სასუფეველში გადაგერიცხათ, თქვენს მარტივ გასამდიდრებლად, ხმარდება ხოლმე ძაღლების და კატების კვებას, მათ მოვლას, პატრონობას, ექიმებს და სამოღვაწეოდ მიცემული დრო იფლანგება იმაზე, რასაც მომავალი არ აქვს. უფალმა თქვა, რა განკითხვითაც განეკითხავთო, იმავე განკითხვით განეკითხებითო. ამიტომ, თუ მე ძაღლებს, კატებს, ზოგადად ცხოველებს, უფრო ვაფასებ, ვიდრე ღმერთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ესე იგი, თუ არ გამოვსწორდები, თუ არ შევიცვლები, თუ ღვთისადმი წინააღმდეგობას არ გადავეჩვევი, ესე იგი დადგება დრო, როცა ღმერთი ძაღლებზე და კატებზე ნაკლებად დამაფასებს. ლოცვა და მარხვა გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, როცა ადამიანს აღარ ახსოვს ღმერთი, ან ღმერთი გონია ძაღლების და კატების მომვლელი და მზად არის ადამიანი დაჩაგროს, გათელოს, გაამწაროს, იმიტომ რომ თავის ფისუნიას არ ეწყინოს. ღმერთმა გაგახაროთ.